მშობლობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ რაღაცა ტიპის შეცდომებს უშვებს ნებისმიერი მშობელი და დღევანდელ ესეთი გაცნობიერებულ მშობლობას საკმაოდ დიდი ჩვენ არ ვსაუბრობთ არასდროს მშობლებზე და ეს ძალიან უსამართლოა ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენ ვსაუბრობთ ძირითადად როგორ არ დავტრავმოთ ბავშვი, როგორ ვიყოთ იდეალური მშობელი, როგორ ვიყოთ უშეცდომო და ამ უშეცდომობის რესურსი არ გვაქვს. შესაბამისად ის რომ ახლა გვაქვს ყველას ეს ხუთით გვაქვს და იმაზე მეტი ტრავმული გამოცდილებაც გვაქვს, იმიტომ რომ ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებს აქ ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, რომ ჩვენ მშობლებსაც ტრავმული გამოცდილება აქვს და ჩვენმა მშობლებმა მოგვცა ყველაფერი იმაზე მეტიც კი, რაც თვითონ ქონდა. ანუ ძალიან აი ეს ნაწილი საკმაოდ უყურადღებოდ გვჩება დღევანდელ რეალობაში, რომ მშობლის ფსიქოემოციური რესურსი ძალიან მწირია. მას თუ ჩვენ მშობლებს ის იდეა მაინც არ ქონდათ, რომ იდეალური მშობლობის იდეით თავი დაესტრესათ, ჩვენი ასაკის მშობლებს ეს იდეა ყველაზე მეტად ჭამს, რომ აი იდეალური მშობელი იყოს